შუადღემშვიდობის BMG TV-ს ეთერს გადაცემა ქალების ნარატივი აგრძელებს. მე კი მისი წამყვანი მარია მიზორია ვარ. დღევანდელ ეთერს ტრადიციულად საქმიან საინტერესო ქალმეწარმეებს უთმებთ. დატვირთული 1 საათი ელოდება BMG TV-ს მაყურებელს. იქამდე კი ვნახოთ ანონსი, რამდენიმე წუთში კი უკვე პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით. საქმიან კვირას და ხუთშაბათი დღის დასაწყის ქალების ნარატივით ვაგრძელებთ და BMG-ს გამორჩულ ტელეპროექტში 20 თებერვალს 11 საათსა და 30 წუთზე მასპინძლობთ ქეთო გიორგობიანს და ქეთი ფეიქრიშვილს. საქართველოს ფლორის საოცრებებისა და კოსმეტიკური წარმოების თანამედროვე მეთოდების შერწყმის იდეა. სწორედ ეს არის კომპანია კაშკაშის მთავარი მამოძრავებელი. ის ერთ-ერთია, რომელმაც საქართველოში დეკორატიული კოსმეტიკის წარმოებას ჩაუყარა საფუძველი და საკუთარ ლაბორატორიაში დეკორატიული კოსმეტიკის ხაზით შექმნა. როგორია ქართული კოსმეტიკური ბრენდის კაშკაშის შექმნის ისტორია, რა სიახლეებით არის წარმოდგენილი, როგორც ქართულ, ასევე საზღვრებს მიღმა ბაზრებზე, ამ და სხვა არაერთ მნიშვნელოვან თემაზე ქალების ნარატივის სტუმარი კაშკაშის დამფუძნებელი ქეთო გიორგობიანი იქნება. მადის აღმძვრელი დარეჩნის როლების, ცომეულისა და გემრიელი საფირმო სასმელების შემქმნელი ბრენდის სინაბონის კაფე 2 წელი არაც თბილისში გაიხსნა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. ამერიკის შეერთებულ შტატებში სინაბონი ბაზრის უკონკურენტო ლიდერია დარეჩნის კაფეს საცხობებს შორის. რამდენად უკონკურენტოა თბილისში, როგორ გაჩნდა ამ ბრენდის წარმომადგენლობის გახსნის იდეა და რამდენად შეძლო თავის დამკვიდრება ქართულ ბაზარზე. ამ და სხვა არაერთი საინტერესო თემით ქალების ნარატივის პირდაპირ ეთერის სტუმარი სინაბონის თბილისის დამფუძნებელი ქეთი ფეიქრიშვილი იქნება. სიახლეებით მეწარმეების შესახებ და მათი საქმიანი ისტორიებით ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე BMG-ს პირდაპირ ეთერში ტელეგადაცემა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ. ქალების ნარატივი. მსოფლიოს მასშტაბით დეკორატიულ კოსმეტიკაზე მოთხოვნა იზრდება, ზრდის პარალელურად კი ბევრი საინტერესო ბრენდებიც ჩნდება. ამ ტენდენციას ფეხდაფეხ მიყვება საქართველოს და დღეს მომხმარებელ საერთაშორისო კომპანიების პროდუქტებთან ერთად აქვს საშუალება ადგილობრივი წარმოების კოსმეტიკური საშუალებებით შეიძინოს. დღევანდელ გადაცემაში სწორედ ადგილობრივ მწარმოებელზე ბრენდ კაშკაშზე გიყვებით. კომპანია ერთ-ერთია, რომელმაც საქართველოში დეკორატიული კოსმეტიკის წარმოებას ჩაუყარა საფუძველი და საკუთარ ლაბორატორიაში დეკორატიული კოსმეტიკის ხაზით შექმნა. რამდენად მზარდია წლებთან ერთად მოთხოვნა და რა გიგმები აქვს კაშკაშს, რამდენიმე წუთში ბრენდზე ვრცლად საუბარს მის დამფუძნებელთან ქეთო გიორგობიანთან ვაგრძელებთ. იქამდე კი ვნახოთ ვიდეო ბიოგრაფია ჩვენ სტუმარზე. ქეთო გიორგობიანმა 2007 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკისა და კინოკრიტიკოსების ფაკულტეტი. ამავე წელს დაადის სტიპენდიით დაამთავრა კინო და ვიზუალური ხელოვნების ფაკულტეტი ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. უკვე 2012 წელს კი ქეთო გიორგობიანი დაეუფლა საზოგადოებრივი კომუნიკაციის სპეციალობას ვენის უნივერსიტეტში. ამჟამად ის ქართული კოსმეტიკური ბრენდის კაშკაშის დამფუძნებელია. ზაგბირდით ქეთო გიორგობიანი კაშკაშის დამფუძნებელია. ჩვენთან ერთად ქეთო მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ქეთო, იქამდე სანამ სიახლეებზე ვისაუბრებდეთ და იმ განვითარების ეტაპებზე, რომელიც კაშკაშმა გაიარა, მინდა პატარა ექსკურსი გავაკეთოთ. როგორ დაიწყო ბრენდმა ოპერირება ბაზარზე, რა იყო ის მთავარი ინსპირაცია, რის გარშემო შეიქმნა კაშკაში? ბრენდით ბაზარზე შემოვედით 2018 წელს, ანუ უკვე საკმაოდ დიდი ხანია, მე თვითონაც არ მჯერა ხოლმე რომ ვითვლი, მე 7 წელია ვართ. თუმცა წინა მოსამზადებელი სამუშაო დაახლოებით წელიწადნახევრი 2 წელი მიდიოდა, იმიტომ რომ ეს არ არის ბიზნესი, სადაც რაც მოგივიდა იდეა და გააკეთე. საკმაოდ დიდი ხანი ჭირდება ყოველ პროდუქტს იდეიდან სანამ დღის სინათლეს ნახავს, ასე ვთქვათ, ამის განვითარების ეტაპი და მით უმეტეს, როდესაც ბრენდს ქმნის გავს, რომელსაც რაც პორტფოლიო უკვე უნდა ქონდეს. იდეა იყო მაჩუკეს დაბადების დღეზე ეთერზეთების სეტი, საიდანაც რაღაცნაირად წამოვიდა ეს იდეა. მე აღმოჩნდა, რომ ჩემი დიდი ბებია იყო თავის დროზე, ჩემთვის სიახლე იყო მაშინ. ძალიან ცნობილი ეს
ფორმულატორი, ქართულად ცოტა მიჭირს ხოლმე ამ სიტყვის მოფიქრება და ვიპოვეთ მისი რვეულები, სადაც ეს რაღაცა ლექციებივით ეწერა ეს ყველაფერი. ხშირად გონიათ ხოლმე რომ იმ ფორმულებით ვქნით, რა თქმა უნდა 70 წლის წინანდელი ფორმულებით დღეს არაფერი არ იქნება, იმიტომ რომ უბრალოდ ძალიან მოძველებული მეთოდებია, მაგრამ რამდენიმე მიგნება დღემდე ძალიან გვადგება მისი და ნუ რა თქმა უნდა შთაგონების წყაროდ საკმაოდ რაც ჯადოსნური ისტორია მაშინ იყო ეს ჩვენთვის და ასე წამოვიდა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მე ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა და სწავლა ძალიან ბევრი რამის, რომ აქამდე მოვსულიყავით. რა ვითარება დღეს უკვე? რამდენ მიმართულებას პროდუქტებზე ცხადია ჩაშულად, სრულად ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ უკვე ძალიან ბევრია კაშკაშის ბრენდის ქვეშ პროდუქტები, თუმცა მიმართულებებზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება. როგორც ვიცი, რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს ბრენდი. ბაზარზე შემოვედით 4 პროდუქტით თავის დროზე. ხაზს ერქვა მანი, იმიტომ რომ ჩემ დიდ ბებიას ერქვა მანი და მისი ინსპირაციით დავარქვით ამ ხაზს ეს სახელი. დღეს უკვე რეალურად გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც მხოლოდ რიტეილი არ არის, B2B მიმართულება არის ჩვენი ძირითადი, ასე ვთქვათ, მამოძრავებელი, პროფესიონალური სპა ხაზი გვაქვს, რომლითაც ვეთანამშრომლებით რამდენიმე საერთაშორისო ქსელს სასტუმროების. შარშან წინ დავამატეთ უკვე სასტუმროს ამენითების ხაზი იმავე კოლექციებიდან, რაც გვაქვს პროფესიონალურ სპაში. ეს არის ქართული ვინოთერაპია, ეს არის ქართული ტყე, ეს არის ქართული სუბტროპიკი, თუმცა ასევე გვაქვს კოლაბორაციული პროექტები, მაგალითად ლია X კაშკაში, რომელიც არის დეკორატიულ კოსმეტიკაზე საუბრობდით და სწორედ ლია X კაშკაში არის ჩვენი დეკორატიული კოსმეტიკის პროექტი და სულ ბოლო კოლაბორაცია, რაც გვაქვს, ეს არის გეიშა X კაშკაში, ბევრმა, ვისაც პირობითად წარბები აინტერესებს და წარბის მოვლა უყვარს, გეიშა მათთვის ნაცნობი სახელია, ცოტა ხნის წინამდე, რათა მიკროინფლუენსერია თავისი მიმართულების და სწორედ მასთან ერთად შევქმნით წარბის გელშრატი. კეთო, თქვენ ახსენეთ, რომ კომპანიებთანაც წარმატებულად თანამშრომლობთ. წლების წინ იყო ტენდენცია, რომ ქართულ ადგილობრივ წარმოებას არ ქონდა ისეთი მაღალი სანდოობა, როგორც ახლა. ეს ტენდენცია თითქოს შეიცვალა და ქართულ პროდუქტზე ჩნდება უკვე მზარდი მოთხოვნა. თქვენი შეფასებით კაშკაშის ჭრილში რამდენად მზარდია ეს მოთხოვნა? თუ გაქვთ კონკრეტული მონაცემები დაახლოებით რა რაოდენობას აღწევს თქვენი პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი და რამდენად მზარდია მათი, ასე ვთქვათ, თანამშრომლობაზე სურვილი? კი ბატონო, მაშინ, როდესაც ვიწყებდით, ქართული წარმოების მიმართ ნდობა ფაქტიურად იყო 0, თუმცა ინტერესიც იყო დიდი. ანუ რაღაცნაირად ისე აღმოჩნდა, რომ სწორი მომენტი იყო ჩვენთვის. თან ძალიან დიდი გამოწვევა იყო ამ ნდობის მოპოვება, მაგრამ მეორე მხრივ ბაზარი იყო აბსოლუტურად აუთვისებელი. ქართულ ნიშაზე მაქვს საუბარი, თორე ხა თავისთავად კოსმეტიკის ბაზარი ყოველთვის გაჯერებული იყო. და აი ამ ინტერესმა ძალიან შეგვიწყო ხელი. წლების მანძილზე მგონია, რომ ჩვენ მიმართ ნდობა საკმაოდ გაიზარდა და გამყარდა, ამას ხელი შეუწყო რამდენიმე ფაქტორმა. ერთი ალბათ იმან, რომ ჩვენ თავიდანვე ვიყავით მორგებული ევროკავშირის კოსმეტიკურ რეგულაციებზე, ძალიან გავირთულეთ ამითი ცხოვრება ერთი მხრივ, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან ბევრი რამე წინსწრებით მოგვიწია გაგვეკეთებინა, რაც დღეს უკვე გვეხმარება. გვეხმარება თუნდაც იმაში, რომ ეს საერთაშორისო ქსელები, რომლებიც დღეს ჩვენი პარტნიორები არიან, ზუსტად ამიტომ გვენდობიან წლების მანძილზე, მათთან ერთად კიდევ მათი მოთხოვნის მიხედვით ბევრი რაღაცა შეიქმნა, დაიხვეწა, განვითარდა. დღეს უკვე, როდესაც მთლიანად სექტორზე ვსაუბრობთ და არა მხოლოდ პირობითად კაშკაშზე, ამ შემთხვევაში როგორც კოსმეტიკის მწარმოებელთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი გეტყვით, რომ რამდენიმე აქტორი ბაზარზე გავერთიანდით ზუსტად ამ მიზნით, რომ კოსმეტიკის წარმოება იყოს არა მხოლოდ რაღაცა წერტილოვანი ამბავი ბაზარზე, არამედ ჩამოყალიბდეს როგორც სექტორი და ამ სექტორს გაუჩნდეს ამბიციები, ნდობა და ბევრად დიდი პოტენციალი ავითვისოთ, ვიდრე დღეს არის ათვისებული, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ჩვენ შეგვიძლია, როგორც მაგალითად კორეამ მოახერხა, რომ დღეს ძალიან ბევრი საქართველოში ხშირად გამიგია. საერთოდ არ კითხულობენ რა ბრენდია, კორეული კოსმეტიკაა და მორჩა. ეს უკვე ამბობს მაღალ ხარისხს. კი ბატონო, ეს კონკრეტული ნიშა უკავია, მოდით ესე ვთქვათ. თორე კორეაშიც ჩვეულებრივად არის პრემიუმ ბრენდები, არის მას ბრენდები, მაგრამ მოახერხა ქვეყანამ, რომ ჩამოეყალიბებინა ეს ნდობა თავის მიმართ, გარკვეული ბრენდინგი გააკეთა ამ მიმართულებით და მე მგონია, რომ ჩვენც გვაქვს ამის პოტენციალი საკმაოდ დიდი. თქვენ ახსენეთ ასოციაცია, ეს როდის შეიქმნა?
და რამდენი ადამიანია უკვე, რამდენი კომპანია დაახლოებით ერთი წლის წინ შევქმნით ეს ასოციაცია. ჯერჯერობით დიდი განაცხადი არ გაგვიკეთებია, იმიტომ რომ შიდა სამუშაო მიდიოდა დიდი, მათ შორის სამუშაო სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთადაც, იმიტომ რომ ეს სექტორად ჩამოყალიბებაზე, როდესაც საუბრობ თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია იგივე აწარმოე საქართველოს ჩართულობა და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით მინდის ამ მომენტში მუშაობა. სადღაც 10-მდე წევრი ამ მომენტში არის, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ როგორც თვითონ ბაზარი გაიზრდება, ისე გაიზრდება ამ წევრების რაოდენობაც, რადგან დღესდღეობით ბევრი მოთამაშე არ არის. ეს მოთამაშეები ჩნდებიან, ქრებიან, ანუ სულ რამდენიმეა, რომლებიც ვართ და ვართ, ასე ვთქვათ და რამდენად გვაქვს პოტენციალი ამ წარმოების მიმართულებით? მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს. ახლა იგივე ჩვენს ხაზებზე როცა ვსაუბრობდი, გეუბნებოდით, რომ თავიდანვე ისე აწყობილი, რომ საქართველოს პრომოუშენი იყოს ჩადებული, ხო? მაგალითად, ქართული ვინოთერაპია არის კოლაბორაცია ქართველ პატარა მეღვინეებთან, ანუ არა რაღაცა კონცერნთან, არამედ ისეთივე ნიშურ ღვინის ბრენდებთან, როგორიც პირობითად ჩვენ თვითონ ვართ კოსმეტიკის ბაზარზე. და ეს მსგავსი, ასე ვთქვათ, მიდგომა, რომ წარმოება და ბრენდინგი გაერთიანებული იყოს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს პოტენციალს ყოველდღიურად გაზრდის სოფლიო ბაზარზე, მოდით ვიტყვი ასე. კი, რადგან სოფლიო ბაზარი ახსენეთ, გითხავთ, რამდენად საინტერესოა კაშკაში საერთაშორისო ბაზრისთვისაც? თუ გქონიათ პრეცედენტები, დაინტერესება წამოსულა სხვადასხვა ქვეყნიდან, პარტნიორებიდან, ეს მოდელი თუ გაქვთ სამალოდ გვაქვს წერტილოვანი გაყიდვები, ასე ვთქვათ, სოფლიოს ბაზარზე ჩვენ რამდენიმე წელია უკვე გვაქვს, იგივე ჩვენი საიტიდან არის შესაძლებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოწერა, რამდენიმე კონცეპტ სტორში საზღვარგარეთ ასევე ვართ, თუმცა აი საერთაშორისო ქსელები, რომლებიც საქართველოში ჩვენი პარტნიორები არიან. მათ შესასტუმროებს. კი ბატონო. მსგავს თანამშრომლობებზე ვმუშაობთ ახლა საქართველოს საზღვრებს გარეთ. პირველ რიგში რეგიონში და მერე უკვე ვნახავთ. მე იმედი მაქვს, რომ ევროპის ბაზარიც მალე დაემატება ჩვენს პორტფეოლს. თქვენი შეფასებით რა ვადებს უყურებს ამ გეგმების განხორციელება და მათგან როგორი ინტერესია? ძალიან რთულია ვადებზე საუბარი მოცემულ მომენტში, რადგან საკმაოდ რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ დაგეგმვის კუთხით. ჩვენ ყველა მიჩვეული ვართ, რომ ბიზნესი, აი რაღაცა ესე ვისწავლე მეც თავის დროზე, რომ როდესაც ბიზნეს გეგმავ მინიმუმ 5 წლის პერსპექტივაში უნდა უყურო ამ ყველაფერს. ჩვენ ვუყურებთ 5 წლის პერსპექტივაში და მე უცებ იმდენი ფორს მაჟორი გვეჭირება, ესე ვთქვათ, აი პანდემია იყო კარგი მაგალითი ამისი, ხო, რომ უცებ აღმოჩნდება, რომ ყველაფერი უნდა გადადო გვერდზე და მოერგო რაღაცა ახალს. მაგრამ მეორე მხრივ ამ ახალზე მორგება ხშირად ბადებს ხოლმე ძალიან საინტერესო რაღაცას. აი მაგალითად ლია იქს კაშკაში 2020 წელს გამოუშვეთ, აი აბსოლუტურად კრიზისის შვილი იყო. ეხლა მე ვიტყოდი, რომ სადღაც იდეალურ შემთხვევაში წელს რაღაცაები ახლა რაც ვახსენე უკვე უნდა განხორციელების ეტაპზე გადავიდეთ. ვნახოთ რა მოხდება. და რომელი პროდუქტებია მათთვის საინტერესო ეს? რა თქმა უნდა, ზუსტად აი ეს ხაზები, რომელიც ახლა ჩამოვთვალე, რომელიც კავშირშია საქართველოსთან, ასე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ კაშკაში თავის ჩანასახშივა ძალიან ქართული ბრენდია და თუ ვინმეს დააინტერესებს ერთ-ერთი USP, ასე ვთქვათ, იქნება ზუსტად ის, რომ აი რაღაცა ქართული ნაწარმია არა მხოლოდ ლოკაციის კუთხით, არამედ აი მთლიანი აი ამ შეფუთვით, ასე ვთქვათ, ხო? აი ღვინო, რომლის სამშობლოთაც დღეს ვითვლებით, თავისთავად ვინოთერაპიული ხაზი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა არა მარტო ქართველებისთვის, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც. კეთო, როგორ მუშაობს კაშკაშის ბიზნეს მოდელი? რა წილი უჭირავს სექტორს, B2B სექტორს, რა წილი უჭირავს ფიზიკურ მომხმარებელს უშუალო გაყიდვებს, აი როგორ ნაწილდება ეს თქვენ შემთხვევაში? უდიდესი წილი ჩვენ შემთხვევაში რა თქმა უნდა არის B2B სექტორი, რიტეილი მნიშვნელოვანი წილია, მაგრამ როდესაც ხარ ნიშური ბრენდი, ანუ ჩვენ არა ვართ პირობითად მასწარმოების ბრენდი, ხო? ანუ მასწარმოების ბრენდის შემთხვევაში რიტეილი არის ხოლმე წამყვანი. ჩვენ შემთხვევაში არა, ჩვენ გვირჩევნია ვიყოთ რაღაც ბუტიკური ბრენდი და ამითი შევინარჩუნოთ აი ის ავთენტურობა, მოდით ასე ვთქვათ, ხო? ბევრი კომპონენტი შედის ამ ავთენტურობაში, ვიდრე რიტეილი გახდეს ჩვენი წამყვანი მიმართულება და მოგვიწიოს გარკვეულ დათმობებზე წასვლა. ამიტომ ხო, B2B მოდით დაახლოებით ვიტყვი, რომ 70% არის ჩვენს შემთხვევაში ზოგადი წილის. რა პროცესი იყო მათთან კომუნიკაციის დამყარება, რომ
ნდობა მოგეპოვებინათ პირველ რიგში საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობა არ არის პატარა ამბავი, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა ამ წარმოებლისთვისაც დარწმუნებული ვარ. რა პროცესი იყო მათთან კომუნიკაცია და პირველი შეკვეთიდან უკვე რამდენად მალე მოყვა სხვა სასტუმროების და სხვა ბრენდების ინტერესიც კაშკაშის მიმართ? ეს არ არის კიდევ ერთხელ სწრაფი პროცესი. არანაირი გადაწყვეტილება ამ ბიზნესში არ არის სწრაფი პროცესი. ანუ მოთმინება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ხშირად ამ მოთმინებას, მოდით ასე ვთქვათ, აი რო ვთქვი, რომ ჩნდებიან ბრენდები და ქრებიან, გონია რომ ერთ-ერთი ამომსავალი წერტილი ზუსტად ეს არის, რომ აი ეს მოთმინება ხშირად არ ყოფნით ხოლმე. პირველ პარტნიორთან მოლაპარაკების პროცესი გრძელდება და დაახლოებით 6 თვე. მაგრამ მე უფრო სწრაფად წავიდა. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია დააჯერო, რომ შენ ხარ ის ბრენდი, რომელთანაც ღირს თანამშრომლობა. კიდევ ერთხელ ჩვენ ხომ არა ვართ ბრენდი, რომელიც პირობითად 70 წელია ბაზარზეა და გლობალურად იცნობენ და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ახალი ვიყავით მაშინ მით უმეტეს, ხო? ანუ ეხლა იმის მერე გავიდა დაახლოებით 4-5 წელი, რაც პირველ მსგავს პარტნიორთან ვითანამშრომლეთ. მაგრამ ასევე ეს ნდობა არ შემილია, რომ არ გავიხსენო. აი ნდობის შენებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ლუტაციას ერთ-ერთ დამფუძნებელს ბატონ ვახობ ხაკაძეს, რომელმაც ზუსტად ეს ნდობა თავის დროზე გამოგვიცხადა ჩვენ და ვიყავით პირველი ქართული ბრენდი, რომელიც ლუტაციას ქსელში გამოჩნდა და არ არსებობს კაშკაში აი ამ ასე ვთქვათ milestone-ის გარეშე, უკაცრავად ინგლისურ სიტყვას რომ ვიყენებ და სულ მინდა ხოლმე რომ გამოვიყენო შემთხვევა და მადლობა მას გადავუხადო. კეთო 2024 წელი მინდა შევაფასოთ. როგორი იყო გაყიდვების კუთხით? საკმაოდ რთული ვითარება დაემთხვა ქართულ ბრენდებს, მათ შორის გულისხმობ ახალი წლის პერიოდს, როდესაც გაყიდვების ყველაზე აქტიური პერიოდია ხოლმე, განსაკუთრებით ქართული ბრენდებისთვის. თქვენთვის როგორი იყო 2024 წელი? რა იყო ის მთავარი სიახლეები, რასაც გამოყოფდით? მათ შორის ასორტიმენტის ჭრილში გაყიდვების რამდენად იყო ეს მზარდი მოთხოვნის წელი? გასული წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ დაგვემატა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი Swiss Hotel-ის სახით და მათთან სპაში დღეს ექსკლუზიური, ასე ვთქვათ, რაც signature პროცედურების გაკეთება არის ჩვენი შესაძლებელი. ამ კუთხით იყო ძალიან გამორჩეული წელიწადი. რა თქმა უნდა, დეკემბერი ძალიან რთული იყო, ისევე როგორც ალბათ მთლიანად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში, რადგან რა თქმა უნდა, დიდია ბიზნესი, დიდია დანაკარგები, პატარაა ბიზნესი, პატარაა დანაკარგები, მაგრამ თანაფარდობაც სხვადასხვა არის ხოლმე, ანუ პატარა ბიზნესისთვის მსგავსი დარტყმები კიდევ უფრო რთული გადასატანია და მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ გავუძლებთ, ანუ რადგან გავუძლებთ და დღეს ვართ ალბათ. სამოუდოთ ესე შენარჩუნებთ. კი, აუცილებლად ასე იქნება, მაგრამ ხო, ეს სტაბილური ბიზნეს გარემო ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე როგორც მოქალაქეს ამ შემთხვევაში ძალიან წამს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი არის ნორმალურ ქვეყანაში ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ შევქმნათ სტაბილური გარემო განვითარებისთვის და გეგმების დასახვისთვის, მუდმივად ფორს მაჟორში რომ არ გვეწევდეს ყოფნა. კი, გეთანხმებით. ამაში წარმოდობის და წარმოების პროცესზე მინდა გკითხოთ. სად მიმდინარეობს ეს პროცესი, რამდენი ადამიანია ჩართული და ზოგადად როგორ ხდება ხოლმე თითოეულ ახალ პროდუქტზე მუშაობა? ეს რამდენად გამოწვევებით სავსე პროცესია? კი ბატონო. ჩვენ არა ვართ რაღაცა კონცერნული წარმოება, ეს არის ლაბორატორიული წარმოება, ანუ პროდუქცია იქნება ლაბორატორიაში და არა ქარხანაში. შესაბამისად მოცულობის კუთხითაც ბევრად პატარაა ვიდრე ეს ქარხნულ ვითარებაში იქნებოდა. თითოეული პროდუქტის შექმნა ესე მოკლედ რომ მოგიყვეთ ჯაჭვი, ხო? ხშირად გვეკითხებიან და ძალიან აინტერესებთ ხოლმე. რამდენიმე ეტაპია. პირველი ეს არის იდეა, იდეის ეტაპზე ხარ აბსოლუტურად თავისუფალი, უნდა გქონდეს მოხსნილი ყველა ზღვარი, რაც არსებობს, მაგრამ მერე უკვე აი ეს იდეა რო ჩამოყალიბდება, მერე მოდის ყველა საზღვარი. აი ზუსტად ის საზღვარი, რომელსაც თავიდან შლი, მერე გინდა არ გინდა თვითონ ბარიერებად გვხვდება, იმიტომ რომ ეს არ არის რა თქმა უნდა პროდუქტი, რომელიც მოდით ასე ვთქვათ
ძალიან დიდი უსაფრთხოების ზღვარი უნდა გქონდეს დაცული. სანამ ბაზრამდე მიხვალეს ითვალისწინებს ტესტებს, ითვალისწინებს, რა ვიცი, ალერგიულობაზე ტესტირებას, როგორც ლაბორატორიულ ტესტებს, ასევე მომხმარებლის კუთხით ტესტირებას და ასე შემდეგ. ანუ ყოფილა, აი მაგალითად გეიშას პროდუქტზე დაახლოებით 1 წელი ვმუშაობდით, მანამ სანამ გამოვიდოდა ბაზარზე. კეთო და ბოლოს კითხავ, რა არის ის თავი გამოწვევები, რაც სექტორში არსებობს დღეს? იქიდან გამომდინარე თქვენ ახსენეთ, რომ ჯერჯერობით არ არის იმდენად ბევრი ბრენდი ადგილობრივ ბაზარზე, ვინც ქმნის თავის მოვლის საშუალებებს კოსმეტიკურ ნაწარმს. რა არის ის თავი სირთულეები, ის გამოწვევები, რაც არსებობს? ჩვენ ვიცით, რომ რეგულაციების კუთხითაც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორის მათ შორის მუშაობს, რომ უფრო მეტად მოექცეს ეს სექტორი რეგულაციებში და არ იყოს ეს თვითნებური წარმოების ჭრილში. რა სირთულეებს ხედავთ თქვენ სექტორში? მე ვფიქრობ, პირველ რიგში სექტორი უნდა ჩამოყალიბდეს. როდესაც ვახსენებთ სექტორს, ეს სექტორი უნდა არსებობდეს. დღესდღეობით არ არის იმდენი მოთამაშე ბაზარზე, რომ ვთქვათ, რომ სექტორად არის ფორმირებული. ზუსტად ამაზე ვმუშაობთ. მეორე მხრივ გამოწვევა ალბათ არის ცოდნა, იმიტომ რომ აი ამ ბიზნესში რო იყო ჩართული, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი დრო უნდა დაუთმო ამ ყველაფერს და აი ეს მოთმინება, რომლის ხარჯზეც მე ამ ცოდნას იძენ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხშირად უბრალოდ გასართობად უნდათ ხოლმე მსგავსი ბიზნესი, რაც ასევე არაფერი ცუდი ამაში არ არის. ყველაფერს აქვს თავისი ნიშა, მაგრამ რაც უფრო მეტი ბრენდი გვეყოლება, რომელმაც დიდ დროს გაუძლო, ვფიქრობ, რომ ყველასთვის უკეთესი იქნება. იგივე საქართველოს პატარა ბაზარია, ანუ როგორც თავის დროზე მაგალითად მეღვინეებმა მოახერხეს და ერთმანეთი კი არ დაჭამეს ბაზარზე, არამედ ერთად შეიკრენ და რეალურად ამხელა ეს მსოფლიო, ხო? ანუ მთელი მსოფლიო ბაზარია წარმოიდგინეთ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენც თუ აი ესე გავერთიანდებით, ბევრად საინტერესო იქნება ყველასთვის მუშაობა, ვიდრე რაღაცა ერთმანეთში კონკურენტებს ვეძებდეთ, იმიტომ რომ არ ვართ. უნდა განმოვითაროთ ერთად. ნამდვილად. კეთო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, თქვენი დროისთვის და წარმატებები მათ შორის საერთაშორისო ბაზარზე, რომელიც დაგეგმილია და იმედია რომ ამ წელს მოესწრება ეს ყველაფერი. პირველები იქნებით, ვინც გაიგებს. აუცილებლად. მადლობა კიდევ ერთხელ კეთო გიორგობიანი კაშკაშის დამფუძნებელი სტუმრობდა გადაცემაში. რეკლამაზე გასვლამდე კიდევ ერთ საინტერესო თემას შემოგთავაზებთ, რომელი მუზეუმები ფლობენ ყველაზე ძვირადღირებულ ექსპონატებს, ნახოთ ტიკო ნატმოძის მიერ მომზადებული სიუჟეტი, მე კი რამდენიმე წუთში გიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ლუვრი, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ერმიტაჟი. ასეთია ყველაზე ძვირადღირებული კოლექციების მქონე მუზეუმების ჩამონათვალი. 2017 წელს აბუ-დაბის ლუვრმა ლეონარდო და ვინჩის სალვატორ მუნდი $450 მილიონ შეიძინა. ეს იყო ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შესყიდვა, რის შემდეგაც ექსპონატის ფლობამ ხელოვნების სახლი ყველაზე ღირებულ მუზეუმადაც აქცია. ლუვრის პარიზის ისტორიულ მუზეუმში კი და ვინჩის კიდევ ერთი შედევრი, ყველასთვის ცნობილი მონა ლიზა ინახება. მსოფლიოს ყველა წერტილიდან ლუვრს სწორედ მონა ლიზას მოსანახულებად სტუმრობენ. ამჟამად ნახატი შეუფასებელია. ლუვრი მის გაყიდვას არც განიხილავს, თუმცა მაგალითად წარსულს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 1962 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ გამოფენაზე ის $100 მილიონ იყო შეფასებული, თუმცა თუ ინფლაციის ტენდენციებს გავყვებით, მაშინდელი ღირებულება დღეს უკვე $900 მილიონამდეც გაიზრდებოდა. ხოლო რაც შეეხება თანამედროვე ექსპერტების შეფასებას, ისინი თვლიან, რომ თუ კი მონა ლიზა როდესმე გაიყიდება, ის $1 მილიარდზე ნაკლები არ ეღირება. შედეგად შეიძლება ითქვას, რომ და ვინჩის განსაკუთრებულად პოპულარული ნამუშევარი დღეს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნახატია. ლუვრში ასევე განთავსებულია პაოლო ვერონეზის ქორწილი კანაში და ეჟენ დელაკრუას თავისუფლება ლიდერობს ხალხზე. ორივე მათგანი ხელოვნების ექსპერტების მხრიდან ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ექსპონატებადაა შეფასებული მისი როგორც ხელოვნების ნიმუშის მახასიათებლიდან გამომდინარე, თუმცა ორივე მათგანი შეუფასებელია და მათი ზუსტი ღირებულებაც ცნობილი არაა. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმიც არაერთ განსაკუთრებული ღირებულების მქონე ნამუშევარს ფლობს. მათ შორის ერთ-ერთი დუჩიო დი ბუონისენსას ბოლო ნახატი მადონაა. მუზეუმმა ნახატი 2004 წელს შეიძინა. აუქციონზე მისი ყველაზე დიდი კონკურენტი პარიზის ლუვრი იყო, თუმცა ამ ორთა ბრძოლაში მეტროპოლიტენის მუზეუმმა გაიმარჯვა. ნახატში კი $45 მილიონი გადაიხადა, რაც მის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შესყიდვაა. მას შემდეგ ნახატის ღირებულება აღარ შეფასებულა. მუზეუმი მის გაყიდვას არ განიხილავს. აქვე ინახება პაბლო პიკასოს მიერ შექმნილი ნახატი ლაპინ ეჟაილ, რომელიც 1989 წელს ნიუ-იორკში სოტბის აუქციონზე კოლექციონერმა ლეონერ ანენბერგმა $40 მილიონ შეიძინა 1992 წელს კი მეტროპოლიტენის მუზეუმს აჩუქა. იმ დროისთვის ეს მუზეუმის ყველაზე ძვირადღირებული ექსპონატი იყო. ნახატი დღეს შეუფასებელია.
სანქტ-პეტერბურგში ერმიტაჟის მუზეუმში ასევე ნამუშევრების ფასდაუდებელი კოლექცია ინახება. ემოციური სიღრმის და მხატვრის ოსტატობის გამო მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რემბრანდტის ნახატი უწყებიშვილის დაბრუნებაა. მისი ზუსტი ღირებულება არასდროს შეფასებულა, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნახატის გაყიდვის შემთხვევაში ფასი შესაძლოა $100 მილიონი იყოს. უწყებიშვილის დაბრუნება ერმიტაჟის კოლექციის განუყოფელი ნაწილია. მუზეუმი მის გაყიდვას არ გეგმავს, რაც ნახატს ბაზრისთვის ხელმიუწვდომელს ხდის. აქვე ინახება ლეონარდო და ვინჩის მადონა ლიტა, რაფაელის კონსტეიბლ მადონა, კარავაჯოს ლაუთის მოთამაშე. ყველა მათგანი ასევე შეუფასებელია. რეალურად ერმიტაჟის კოლექცია შესაძლოა უფრო მრავალფეროვანი და ღირსშესანიშნავი ყოფილიყო, თუმცა 1930 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აქ განთავსებული ექსპონატების დიდი ნაწილი უცხოელ კოლექციონერებს მიყიდა. გადაცემის ამ ნაწილში გემრიელ ბიზნეს საქმიანობაზე ვსაუბრობთ ამერიკის შეერთებულ შტატებში დარიჩინის კაფე საცხობებს შორის სინაბონი ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. დარიჩინის როლების შემქმნელი გლობალური ბრენდი ყოველწლიურად წარმატებულ შედეგებს აჩვენებს. სასიხარულოა, რომ უკვე მეორე წელია სინაბონის ბრენდმა საქართველოს ბაზარიც მოიცვა. ყველა ასაკის მომხმარებელზე გათვლილი ტკბილეული დღეს უკვე თბილისშიც ხელმისაწვდომია. გლობალური ბრენდის საქართველოში ოპერირებაზე, ასევე იმ ასორტიმენტზე, რომელსაც სინაბონი აერთიანებს, საუბარს რამდენიმე წუთში სინაბონი თბილისის დამფუძნებელთან ქეთი ფეიქრიშვილთან ვაგრძელებთ, იქამდე კი ვიდეო ბიოგრაფია ვნახოთ. ქეთი ფეიქრიშვილი პროფესიით სერტიფიცირებული სომელიე. 2017 წელს დაამთავრა აგრარული უნივერსიტეტი, მევენახეობა მეღვინეობის ფაკულტეტი, თუმცა უკვე 2 წელზე მეტია თბილისში დარიჩინის როლების შემქმნელი ბრენდის სინაბონის წარმომადგენლობა გახსნა თბილისში. როგორც დაგპირდით, ქეთი ფეიქრიშვილი სინაბონის დამფუძნებელია ჩვენთან ერთად. ქეთი, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ, ყოველთვის გვიხარია თქვენთან სტუმრობა, ჩვენი წარმატების გაზიარება თქვენთვის და თქვენი მაყურებლისთვის. პირიქით, ქეთი, უპირველესად ვიდეო ბიოგრაფიას გამოვეხმაურები, მეღვინეობის სფეროდან გადმოინაცვლეთ ბიზნეს საქმიანობაში. ეს ცვლილება რატომ და საიდან გაჩნდა ამის იდეა? ზოგადად, ხო, მეღვინეობა მაინც განუყოფელი ნაწილი არის ჩემი. მაგრამ მიუხედავად ამისა, რაღაცა სიახლეების ძიება მაინც უწყვეტი პროცესია კარიერული განვითარების. რაღაცა შორს არ არის მაინც ერთმანეთთან. გასტრონომია არის, კი, ძალიან მიყვარს ეს ახალი გემოების დაგემოვნება, მოგზაურობა, ზუსტად ამან გამოიწვია ის, რომ შევხვდი ამ პროდუქტს, ასე ვთქვათ, შეგვიყვარდა და ჩამოვიტანეთ საქართველოში. ხო, ერთია საერთაშორისო სხვა ქვეყანაში უცხოეთში ნახო რაღაც პროდუქტი მოგიწონოს და მეორეა მოგინდეს რომ შენს ქვეყანაშიც იყოს ეს ბრენდი. აი ეს იდეა საიდან გაჩნდა, რატომ გადაწყვეტეთ რომ სინაბონი ქართულ ბაზარს იდეალურად მოერგებოდა და უკვე შედეგებიც აჩვენა რომ იდეალურად მოერგო. აი რა პროცესი იყო ეს? თავიდან უბრალოდ აი მოგზაურობისას ყოველთვის რაღაცა გვინდოდა ხოლმე სინაბონში წასვლა, მე რაღაცა სულ მოგქონდა ხოლმე გვასინჯებდით ჩვენს მეგობრებს, აქ შევაყვარეთ მოკეთ აქ გააჩინეთ ქართული მომხმარებლები. კი, და აი რაღაცა უფრო ხშირად რო გვინდებოდა ხოლმე ამის გასწრო დაგემოვნება, მოდი ახლა იქნებ საქართველოშიც შემოვიყვანოთ და ერთხელ მაინც თუ ვინმე გასინჯავს, შეუძლებელია რომ არ შეუყვარდეს და ჩვენს ირგვლივაც ვინც მოგზაურობდა, ყველა ამბობდა რომ ეს პროდუქტი როგორ არ არის საქართველოში აქამდე და რაღაცა სირთულეები გავიარეთ, მაგრამ მაინც ღირდა იმათ რომ შემოგვიყვანა ეს პროდუქტი მოკეთ საქართველოში. რა პროცესი იყო გლობალურ ბრენდთან მოლაპარაკება, დარწმუნება მათი იმაში, რომ საქართველო იქნებოდა საინტერესო ბაზარი ამ პროდუქტისთვის და ამ ბრენდისთვის. რამდენ ხანს გაგრძელდა და რა იყო ის მთავარი, მათ შორის გამოწვევები, რაც ამ მოლაპარაკებების პროცესში შეგვხვდათ? ხანგრძლივი პროცესი იყო, რო არ დაგიმალოთ, რაღაცა წლების მანძილზე მიმდინარეობდა. როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ჩემი მეგობრების მხრიდან, ჩემი პარტნიორების მხრიდან, რაღაცა თავდაუზოგავი შრომის შედეგი, ასე ვთქვათ. ძალიან რთულია დაინტერესო ამხელა ქვეყანა, ამხელა კომპანია, ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, არც იცოდნენ, ასე ვთქვათ, ჩვენ შესახებ და რაღაცა დაჟინებული მოთხოვნით და ბრძოლით შეუძელით, რომ რაღაცა დაინტერესება გამოგვეწვია, ასე ვთქვათ და მოლოდინებს გადააჭარბა, ასე ვთქვათ, ჩვენმა ქვეყანამ.
მოთხოვნის. პირველი ფილიალის შესახებ გითხავთ. სად გაიხსნა, როდის გაიხსნა და რა ემოციები იყო, როდესაც ის ჩანაფიქრი, რაც გაგიჩნდათ და მათ შორის ახლდა გამოწვევებით სავსე მოლაპარაკებების პროცესი, ასეთი წარმატებული შედეგით დასრულდა. 2023 წლის მაისში გაიხსნა პირველი ფილიალი გალერეა მოლში. ძალიან დიდი მოლოდინები ჰქონდა. ცოტა გვეშინოდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაღაცა აი ეს ესეთი მუხტი ჰქონდა ეს მეგობრებს რომ რაღაცა დიდ რაღაცა შევეჭიდეთ სიმართლე გითხრათ და საერთაშორისო ბრენდის წარმოადგენა. არც ვიცოდით რეალურად რა შედეგი ექნებოდა ამ ყველაფერს, მაგრამ ნუ ფაქტია ღირდა, იმიტომ რომ 2024-ში მეორე ფილიალიც გავხსენით, წელს მესამეს, მეოთხესაც ვაპირებ და ასე ვთქვათ, რაღაცა ამ მოთხოვნა იმდენად მზარდი არის, რომ რაღაცა ფიქრობ გაამართლა მოლოდინები. ასორტიმენტზეც ჩავშალოთ. სინაბონის, ასე ვთქვათ, მენიუ რას აერთიანებს, რა შეთავაზება აქვს მომხმარებელს? ასე ვთქვათ, გემოების მხრივ ფართო არჩევანია საკმაოდ, ხო? დახსნით ჩანს. ფართო არჩევანი არის კი, დარიჩინის მოყვარულთათვის არის უმეტესად, ასევე ვისაც დარიჩინი არ უყვარს, შოკოლადის ხვეულები გვაქვს, ასე ვთქვათ, რომელიც ასევე გემრიელი არის. კარამელი, პეკანი, რომელიც რაღაცა გამორჩეულს ხდის ჩვენს პროდუქტს, დარიჩინი ექსკლუზიურად სინაბონისთვის არის ეს დარიჩინი, რომელიც საუკეთესოა მსოფლიოში და ინდონეზიიდან მოდის და რაღაცა ეს არომატი უკეთ ატყუებს, ასე ვთქვათ, ჩვენს მომხმარებელს. ასევე არ შემიძლია ვახსენო ყავა, რომელიც ასევე ძალიან გამორჩეული პროდუქტია ჩვენთვის და რაღაცა მომხმარებლის დიდი მოწონებასაც იმსახურებს. აქვს კიდევ სინაბონს სხვა პროდუქტები, რომელიც გამორჩეული არის, კოქტეილები, ასე ვთქვათ, ჩილატები, რომელიც ასე უფრო უმეტესად ზაფხულში არის პოპულარული, მაგრამ ზამთარშიც ძალიან დიდი მოთხოვნაა მასზე და ლიმონათები, ასევე სინაბონის სინაფრიზები ზაფხულში ასევე და ზამთარშიც. მოლი ისეთი ადგილია, სადაც აი ტემპერატურას ასე ვთქვათ, შეგრძნება არ გაქვს და კი როგორც როლებზე თითქოს თბილი და ფაფუკი რაღაცა ზამთართან და შემოდგომასთან ასოცირდება, მაგრამ ზაფხულშიც ძალიან დიდი მოთხოვნაა. კეთი, თქვენ საუბრობთ მუდმივად მოთხოვნის ზრდაზე და იმ ასე ვთქვათ შედეგებზე, რომელმაც გადააჭარბა მათ შორის თავიდანვე ჩანაფიქრს და მოლოდინს, რაც გქონდათ. თუ შევადარებთ 2023-2024 წელს, რამდენად არის ზრდა მათ შორის რიცხვებში გამოხატული? რამდენად გაიზარდა ცნობადობაც ერთი მხრივ? ხო, აი ცნობადობა ნამდვილად გაიზარდა, ამას ყოველდღიურად ვამჩნევთ, იმიტომ რომ რაღაცა ცოცხალი პროცესია, სულ ჩართულები ვართ ამაში და ვამჩნევთ, როგორ დღითი დღე მატულობს, ასე ვთქვათ, ერთგული მომხმარებელი. 2023-თან შედარებით გაიზარდა მოთხოვნა პროპორციულად იმისა, რომ ცნობადობა გაიზარდა ამ პროდუქტის და კომპანიის. როცა სითიმოლში გაიხსნა, გაორმაგდა, გასამაგდა, ასე ვთქვათ, მომხმარებლების რიცხვი. ბოლოს მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ისე შემოვიდა ეს მეორე ფილიალი, ისეთ პერიოდს დაემთხვა, რომ კომუნიკაციაც არ მქონდა სოციალურ ქსელებში, რეკლამაც არ მქონდა. ეს გაიხსნა რომ 2024 წლის ნოემბერში კი აი რაღაცა წინა საახალწლო პერიოდი იყო, ზართული ქვეყნის მდგომარეობა, მაინც რაღაცა რეკლამა და ასე ვთქვათ, კომუნიკაცია არ მქონია ამ შესახებ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან სარდი იყო მომხმარებლების რიცხვი, ვერ აუდიოდით, ასე ვთქვათ, დაგვეკმაყოფილებინა მოთხოვნა, იმიტომ რომ რაღაცა ყოველდღიურად რაღაცა ძალიან დიდი პროცესი არის და გაუჩერებლად ადგილზე ვიმიტის, რომ ეს ფულფულად ხელი კონცეფცია შეინარჩუნოს. და ეს სულ აი რაღაცა რიგები ისეთი მდგომარეობა იყო, რომ ხა აუცილებლად კიდევ დაემატება წელსაც ბევრი ფილიალი. ხო, სად იგეგმება ფილიალების გახსნა, თუ გაქვთ უკვე წინასწარი მონაცემები და ასევე ორ ფილიალზეა ხომ საუბარი როგორც ახსენეთ?
დიახ, მინიმუმ 1, მაქსიმუმ 2 ფილიალი დაემატება წელს. ესეც როგორც აღნიშნე, ხანგრძლივი პროცესი არის, ამერიკასთან შეთანხმება, მოძიება, ადგილმდებარეობის, ბევრი შემოთავაზება გვაქვს. ყველას უნდა რომ სინაბონი მათ სიახლოვეს იყოს, სხვადასხვა მოლებში იქნება ეს თუ ქუჩის ლოკაციებზე. ჩვენი მიზანიც ეგ არის, რომ რაც შეიძლება მეტი ლოკაცია ავითვისოთ, სხვადასხვა ქალაქებშიც გავასინჯოთ, ასე ვთქვათ, და გავაცნოთ ეს პროდუქტი. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქალაქებიდან ძალიან დიდი მოთხოვნა არის უკვე. თუმცა ჯერ თბილისში იგეგმება გაფართოება 25 წრილში თუ ქალაქსაც გაცდებით? აი ჯერჯერობით აი ამ დაზუსტებები მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ დიდი ალბათობით მაინც თბილისის მასშტაბით გავფართოვდებით, იმიტომ რომ რაღაცა გვინდა რომ რაღაცნაირად დავაკმაყოფილოთ ჩვენი მომხმარებელიც, იმიტომ რომ ძალიან მზარდი არის და ეს ორი ობიექტი ძალიან მცირე არის მათთვის. კი ბატონო. კეთი, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, თქვენი დროისთვის და მოკლედ ველოდებით სინაბონს სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის რეგიონებშიც თბილისს მიიღო. სადაც როგორც აღნიშნეთ, მოთხოვნაც დიდია საკმაოდ. ძალიან დიდი მადლობა და იმედია მომხმარებელთა რიცხვი კიდევ და კიდევ გაიზრდება ობიექტებთან ერთად. დარწმუნებული ვარ თამაში. მადლობა კიდევ ერთხელ კეთი ფეიქრიშვილი, სინაბონის დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი. სანამ გადაცემას დავასრულებთ, ძალიან საინტერესო სიუჟეტი მოგიმზადეთ ჩარლზ დარვინზე. გიტოვებთ სიუჟეტს, მე კი ხვალამდე გემშვიდობებით, შევხვდებით BMG TV-ს ეთერში 11 საათსა და 30 წუთზე. 19 საუკუნის დასაწყისში, როდესაც მეცნიერება ჯერ კიდევ ეკლესიის ჭრდილქვეშ ვითარდებოდა, გამოჩნდა კაცი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ფესვგადგმული წარმოდგენა შეარყია. მისმა იდეებმა ბუნებაში ადამიანის ადგილი განსაზღვრა, როგორც შედეგი იმ ევოლუციური პროცესის, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მანვე შეცვალა ფუნდამენტურად ადამიანისთვის სამყაროს შეცნობის გზა. იმ სამყაროსი, რომელშიც ბუნება არ განარჩევს, არ სწყალობს, არ ინდობს, უბრალოდ აკვირდება ვინ გაუძლებს, ვინ გადარჩება და გადარჩება ის, ვინც განვითარებას არ შეწყვეტს. ეს კაცი ჩარლზ დარვინი იყო, ინგლისელი ნატურალისტი, რომლის გვარიც კაცობრიობის კოლექტიურმა მეხსიერებამ უკვე სამუდამოდ შემოინახა. მეცნიერული მიღწევების მიღმა არანაკლებ საინტერესოა დარვინის გამდიდრების ისტორია, რომლის საფუძველიც თქვენ წარმოიდგინეთ და არა მეცნიერება, არამედ მემკვიდრეობა, სარფიანი ქორწინება და ჭკვიანური ინვესტიციები იყო. დარვინი მდიდარ ოჯახში დაიბადა. მამა რობერტ დარვინი წარმატებული ექიმი და ინვესტორი იყო. 1820-იან წლებში რობერტ დარვინი საკმაოდ შეძლებული ბანკირი და მიწათმფლობელი გახდა. მისი ინვესტიციები მოიცავდა სასოფლო სამეურნეო მიწებს, სამრეწველო საწარმოებს და სხვადასხვა ბიზნესს, რაც ოჯახს სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობას უნარჩუნებდა. 1858 წელს რობერტ დარვინის გარდაცვალების შემდეგ ჩარლზმა მამისგან 13,000 ფუნტი სტერლინგი მიიღო. იმ დროისთვის დიდძალი ქონება, რომელიც დღეს მილიონობით ფუნტის ეკვივალენტია. მარტივად რომ ვთქვათ, დარვინს ჰქონდა სრული ფუფუნება, ფულის საშოვნელად არ ემუშავა და სრულად სამეცნიერო კარიერაზე კონცენტრირებულიყო. თუმცა ამ ამბავში მხოლოდ მამის წვლილი არ ყოფილა. დარვინის პირად ფინანსურ პორტფელში არანაკლებ დიდი კონტრიბუტორი ცოლი, შეთავსებით კი ბიძაშვილი ემა ვეჯვუდი იყო. ცნობილი ბრიტანული კერამიკის იმპერიის ვეჯვუდ კომპანიის დამფუძნებელი ვეჯვუდების ოჯახი ერთ-ერთი უმდიდრესი იყო ინგლისში, რომელთა ქონება ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა. შესაბამისად, ემას პირადი აქტივები და ქორწინების შედეგად მემკვიდრეობით მიღებული უზარმაზარი ქონება დარვინისთვის დამატებითი ფინანსური სტაბილურობის გარანტი იყო. მართალია მეცნიერს ბიზნესმენობა არასდროს დაუჩემებია, თუმცა თავის დაუნებურად ასეც გამოვიდა. ფინანსების მენეჯმენტის კარგი უნარით და მართვის სწორი სტრატეგიით დარვინმა ქონების მოცულობის ზრდაში თავისი წვლილი შეიტანა. მან კაპიტალი რამდენიმე მიმართულებით დააბანდა. იყიდა ბრიტანული სამრეწველო და სარკინიგზო კომპანიების აქციები, რომელიც მე-19 საუკუნეში განსაკუთრებით მოგებიანი იყო. ასევე კონტრიბუცია გაიღო სახაზინო ობლიგაციებსა თუ სხვა დაბალ რისკიან ინვესტიციებში, რაც მის სტაბილურ შემოსავალს უზრუნველყოფდა. ამის მიღმა ის მის საკუთრებაში არსებულ რამდენიმე მიწის ნაკვეთს აქირავებდა. სხვათა შორის არც თუ ისე
ისე დაბალ პროცენტად. შესაბამისად, შემოსავლის ნაკლებობას არც ამ გზიდან უჩიოდა. დარვინის გამდიდრების ამბავში მნიშვნელოვანი იყო მისი ცხოვრების სტილიც. არასდროს იღებდა ვალებს. შემოსავლიდან ფულის დაზოგვა, დაგროვება მუდმივ წესად ჰქონდა ქცეული. ამავე დროს ცხოვრობდა მოკრძალებულად ფუფუნების საგნებს. მისთვის დიდი მნიშვნელობა არასდროს ჰქონია. მისი ხარჯები ძირითადად 10 შვილის უზრუნველყოფაზე, ასევე მეცნიერულ კვლევებზე, ბოტანიკურ და ზოოლოგიურ ექსპერიმენტებზე, მცენარეებისა და ცხოველების შესწავლაზე იყო მიმართული. გარდა ამისა, დარვინი მუდმივად ურთიერთობდა სხვა მეცნიერებთან და ხშირად აფინანსებდა წერილების, კვლევებისა თუ ნიმუშების გადაზიდვას. ცხადია, მეცნიერი გარკვეული ოდენობის შემოსავალს პროფესიიდანაც იღებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სახეობათა წარმოშობა, რომელიც 1819, ანუ გამოცემის წელსვე ბესტსელერი გახდა და პირველივე დღეს მისი 1250 ეგზემპლარი გაიყიდა. წიგნი სულ 5-ჯერ გამოსცეს და ამ გამოცემებით ავტორმა ფინანსურად საკმაოდ იხეირა. თუმცა ეს არაფერია ქორების იმ მოცულობასთან შედარებით, რომელიც არა კალმით, არამედ სწორ დროს, სწორ ადგილას დაბადებით და მერე უკვე შესაფერის გარემოცვაში მოხვედრით დაგენერირდა და რომელსაც დღეს რომ ვაფასებდეთ, თვლა 10-დან 20 მილიონი დოლარის დიაპაზონში მოგვიწევდა.